კაი გამარჯობა. ეს კონვერტია, ეს კიდევ რძე. თუ კონვერტი ფოსტას გახსენებთ და რძე და ფოსტა ერთად გაგახსენდება, შეიძლება ერთი წიგნიც გაგახსენდეთ. ეს არის რძის ფოსტა ბესიკ ხარანაულის წიგნი, სადაც 4 პოემაა შესული, 4 რომანია შესული. ბესიკ ხარანაული კიდევ პოეზიისა და პროზის ერთ-ერთი ჯადუქარია, ქართული სიტყვის საოცარი მომთვინიერებელი. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა და დღეს ლიპარასკეობაა, ჩვენი გადაცემის დღე და ზუსტად ბესიკ ხარანაულის რძის ფოსტას გაგაცნობთ. 4 რომანი ამ წიგნში როგორც გითხარით და მე ერთ-ერთს წაგიკითხავთ იგივე სახელწოდებით რძის ფოსტა. გამომცემლობა არის ინტელექტი და მხატვარი არის თეონა ჭანიშვილი. საოცარი ილუსტრაციებით არის ეს წიგნი შექმნილი და თუ ჩემ პირად სტატისტიკას გადავხედა, ჩემი ყველაზე ბევრჯერ წაკითხული წიგნია. ვეღარ ვითვლი იმდენჯერ წაკითხული და ისე მოწონებული. მაშინ ასე ვიწყებთ ბესიკ ხარანაული რძის ფოსტა. აჰა, მიიღე ჩემო ბავშვობა. გიგზავნი ამ ცხელი რძის ყლუპებს. სხვითი რითი გადაგიხადო. მე შენ გეტყვი და მოგწუდები და შეგიმშალებ ცრემლიან უპეს. ჩემო ერთადერთ ფოტოიანო, თაფლიანო, კარაქიანო, ან ყინულებში გამხვალ რუზე გადაგასკუპებ. კომშის, მაყulis, შინდის, კაკლის მურაბიანო, ეჭვიანო, ფრთხილო, მზიანო, ფეხში შველაო, ნუგეშინია. გარყვნასა და ბებერტვინს მე არ მორჩილდები, ისევ მას მონებ, რასაც შენში ღმერთი მომონებდა. გაზრდა ნეტავ, რა გვიშველაო, ცხელ რძესავსვამ, ყლუპ-ყლუპებით. ამ წუთებშიც მაყვალის მურაბით, კარაქიან თონის პურითა, წეს გიყენებ შენ ამგვარად, ჩემის ჭკვა-ფიქრით, სამხვეწროს გწირავით წინაპარს და გმირ მოყმესა, ბებო ჩვენი რომ ხატის ყორეს ჩოქვით უვლიდა, ჩემო გუდავ ტყუილებისა, მსახიობო შარა გზისაო, გაგცეულო, მობრუნებულო, შენზე დამტრეულ ჯოხებს ახლა დაფნებად მიმკი და სულ ცდილობ უტყუილო წიგნებად განვავრცო, ბზით გამშალო, ქარით ნავარცხნო, დედის მეხრევ, მოტრიალებ დღედაღამ სახლის დარაჯად, ოხერო, ბიჭო, ვერ დასტყუე ჯარისკაცის გრძელი ფარაჯა, ბესიკ, ბესო, ბესარიონო. მკვდარ სამარეში იგულებენ, ბავშვობას კი მოგონებებში. შენ სადახარ, სად გინახულო, შენც მკვდარი ხარ დედა ჩემივით, ერთად ხარ და კალთას უზიხარ. თუ სადმე ჩემს გულში, ტვინში, ან და უჯრედში, ანთი ხარ და მე მეგზურები. ვეჭ რადგან ერთი თმის ღერითაც კი არ გავხარ, ჩემო ჭკვიანო, მზის ამომსვენ ჩამსვენებელო, ჩემო ამბა ბესარიონო. ნუ მიყურებ ეგრე თვალებ ჩაციებული, რომ არც უნდა შეგარცხვინო, რომ მაგრა ვიყო, შავო, თეთრ მარცვალა კბილთა სახელმცინარო, ხიჭვთა ეკალთა უშიშარო, კოჭ ლამაზო, ტერფაზრიანო, უბნის გამრიგებ, არა ჩქარო, არა გვიანო, ლაზღან დარაო, სადმე რომ შეხვდე ღმერთო, როგორ გავიყინები, ჩემო ჩვილო და მაგარო, ასსახიანო, ავანტიურა რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ცხოვრება აღმოჩნდა. ასე მთავრდება პირველი ლექსი რომანი ამ წიგნში, რომელსაც ქვია რძის ფოსტა. ბესიკ ხარანაული დღესაც ქართული ლექსის და ქართული სიტყვის მოდარაჯეა და ქართული და საქართველოს გულის ფეთქვა მისი ლექსებიდან, სიტყვებიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის და მადლობა მას ამ საოცარი სიტყვებისთვის, აზრისთვის და კავშირისთვის წარსულსა და აწმყოსთან და მომავალთან. დიდი მადლობა. დღეს სულ ეს იყო ლიპარასკეობა ლიპარტიდან. გემშვიდობებად, შევხვდებით შემდეგ პარასკევს. აბა, დროებით.